როლანდ გიორგაძე ჩიხორის ბრძოლა გადი გამოდი გუთანო ღინებდა ჭარმაგი კაცი ჩაფრენოდა გუთანს და ბელტს ეაწვენდა ხანდახან სახრეს ჰაერში შეათამაშებდა და წიქარას შეუძახებდა აბა წიქარა იყო ჩახე მუც მუტავდა ნუ გარბი ხარცი კი ხარ ჩემო ბატონო ახალი გახედნილი გიჭირს უღელთან შეგუება მაგრამ ეგ არაფერი ცუდი სოფელი დაგადინჯებს შეხედე ნიშას და მიბაძე ნახე როგორ დინჯადე გაჩება ჭაპანს უხელი თუ თანაბრად არ გასწიეთ ფუჭი შრომა გამოგვივა და დროის უქმად დაკარგვა წიქარამ თითქოს შეისმინა პატრონის კვალში ჩადგა და თანაბრად გასწიეს ხარებმა ბევრი აღარ დაგვრჩა პატარა მოთმინება დაგავალთ ბოლოში იცოდეთ მოთმინება ყველაზე დიდი განძია ვინც მას ფლობს ებისთვის მიუღწეველი არაფერია მერე ისევ შეათამაშა სახრე ჰაერში და ომახიანად გააგრძელა ღირღიტა ბანი უთხარო ღირღიტა კი არა და გუთანით სანთლით საძებარია ვიღას ახსოვს გუთანი მოჯდომიან რკინის ურჩხულებს და აზანზარებენ დედამიწას თაგორიან სოფლებში ჩემო კარგებო გუთნის ადგილი ყოველთვის იქნება იმ მაჯლაჯუნას რკინის ურჩხულს ტრაქტორს რომ ეძახიან გონია ყველაფერი შეუძლია არა ჩემო ბატონო აბა მოვიდეს აქ თუ ბიჭია მერე ცოტა ხან შეყომდა ხარებიც შეყომდნენ ნიშა შენ გეკითხები გამოცდილი კაცი ხარ ო შენ გეკითხები შენ წარმოიდგინე რა მოხდება მსოფლიოში ყველა მერდროულად რომ დაქოქოს ეს ურჩხულები წარმოიდგინე ნიშამ თავი ააქნია აბეზარი ბუზების მოსაცილებლად რომლებიც თვალებზე მისეოდნენ და საშველს არაძლებდნენ წარმოიდგინე და შეგეშინდა ავარის სანახავი იქნება აზანზარებული დედამიწა მეც შემეშინდა ყველაფერს რომ თავი დავანებო წესიერად ვერც დაილაპარაკებ და ვერც ღვინიან ჭიქას მიიტან პირთან მერე რაღა გვეშველებ ჩაიქირქილა მეგუთნებ და ხარებს გადახედა ნიშამ კიდევ ერთხელ აიქნია თავი დაუხმოთ უპასუხა აი კაცო მაგის დროა ახლა მაგი კი არა და ერთი სული მაქვს როდის გავალთ ბოლოში თავი უკან მოაბრუნა და პატრონს წამიერად შეაცქერდა მერე თავი ჩაღუნა და ძალუმად გასწია წიქარასთან ერთად გიორგი რომელსაც ნახევარი საუკუნისთვის უკვე კარგა ხანია გადაებიჯებინა როგორც თავის ტოლსა და სწორს ისე ესაუბრებოდა ხარებს უყვებოდა თავის ამბებს შენ წარმოიდგინე რჩევასაც კი ეკითხებოდა ხოლმე
სოფელში ყველა პატივს სცემდა, ანგარიშსაც უწევდნენ მის ნააზრებს. ლამაზი საუბარი იცოდა, ბევრსაც კითხულობდა თავისუფალ დროს. აუქს ვერ წარმოაცდენინებდი ვინმეზე. ტკბილად მოუბარს, ჟამივით ეჯავრებოდა ბილს სიტყვაობა და ასეთ მოსაუბრეებს უხმოდ განერიდებოდა ხოლმე. პატივს სცემდნენ, მაგრამ მისი ახირებულობაც უკვირდათ, ხარულემზე ასე გადაგიდება. რაღაც მოწყენილი მეჩვენებით, ხომ არ დაიღალეთ. ერთი კუდის მოქნება ადგილიღა დარჩა. აბა, გაუმხიარულდე და შემოუძახოთ ძველებურად. იცით თქვენ, ისე არაფერი ალამაზებ შრომას როგორც გულიანის სიმღერა. მე წამოვიწყებ. თქვენც თქვენებურად ბანი მითხარით, არ შემარცხვინოთ. ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში ვართ ახლა ჩვენ. ხედავთ, როგორ გასუსული ველოდებიან. გიორგიმ თვალი მოავლო გარემოს, ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა და ომახიანად შემოზახა. ბროლის ყელსა მოგეხვიე, ორდილას რევლი თუბე ამოგიფსედა. მამა ჩემს უყვარდა ძალიან ეს სიმღერა. მამა ჩემს ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ნიშამ თითქოს კვერი დაუკრა ნათქვამს. დასტურად ყურები გააპარტყუნა. წიქარას გადახედა, დაძალ მიცემულებმა წინ გასციეს. ვიღამღერის ახლა ბიჭებო გუთანთა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგინებიან. თანაც ისე უწმაწურად ყურები დაგესუსხება. რომ იცოდეთ გინება საშინელი ცოდვა. შეუბედურო კაცს რომ აგინებ. ამით ხომ დედა ღვთისმშობელს აგინებ. ის ხომ ყველა ჩვენთაგანის დედაა და სასუფევლისაკენ გზის გამკვალავი. არ გეშინია? ბირჟაზე მთელ დღეს უსაქმურობასა და ბილს სიტყვაობაში რომ ატარებ. ხანდახან მაინც შედი ეკლესიაში იქნებ რაიმე სიწმინდე გამოყვეს. გესმის? მეტი არა, ჩემი მტერი. თვითონ ვეგას საპასუხი და უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი. ხომ, სიმღერაზე ვამბობდი, როგორც მარილი აგემრიელებს კერძს, ისე მღერა კეთილშობილებს ნაშრომს და მოსავალი წყუათიანი და მადლიანი გამოდის. აბა რა გეგონათ თქვენ? ასეა ჩემო ჭკვიანებო, ტალიკა ბიჭებო, თქვენს ხომ გსიამოვნებთ? ჩემი წინაპრები ჭირშიაც მღეროდნენ და ლხინშიც ტრის ჯინაზე და ასე გახქონდათ ლელო. გადახნული მიწა გაყორნისფერდა. სისხივები ამობრუნებულ ბელტებზეც იაგობდნენ. გიორგი ერთი თემიდან მეორეზე გადადიოდა და ხმამაღლა ესაუბრებოდა ხარებს. ბევრი ზურგს უკან დამცინის რაღა დროს ხარურემიაო. დაეიცინო. სიცილს რა ჯობია ოღონდ ნუ შეიგინებიან. სიცილისაგან მკვდარი კაცი ჯერ არ ვინახავს. გაგიგვირდება და ჭამისაგან კი გარდაცვლილა. რას არ გაიგებს კაცი, ეღურება? კრილოვი თურმე ჭამას გადაყოლია. იცოდეთ, შემთხვევით ბუნებაში არაფერი ხდება. ყველაფერი რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება. ადამიანთა მოდგმას ღმერთმა გამოუგზავნა თქვენი თავი.
კაცის გონიერებას, თქვენ ჯიშსა და მოდგმას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის სამყაროს გაკეთილ შობილებაში. ხომ გაგიგონიათ, კაცია და გუნებაო. უამრავი თანამედროვე ტექნიკაა დღეს. იმითაც შეიძლება მოხნა, მაგრამ მე მაინც მამაპაპური ხარგუთანი მირჩევნია. ნახე, მიწას რა სურნელი ასდის. ყველა სუნამოზე უკეთესი. გაგაბრუებს. კვამლ და მაზუთ შერეულ მიწას თუ შხამ ქიმიკატსაც მიაყრი, მალე გაბერწდება, გაზარმაცდება და ქიმიაზე დამოკიდებული გახდება. ასეა ეს. სჭირდება ამას ბევრი მტკიცება. ნაკელსა და შლამზე უკეთესისას უკი გაგონილა? ახლა ნაყოფს აღარ იკითხავ? უსაფრთხო, ჯამრთელი და სასარგებლო, რომელიც სანთლით საძებარია. თუ ზარმაცი არ ხარ, შეუძლებელი არაფერია. კაცი სულ საქმეში უნდა იყო. ასეთ შემოლომებო, ღმერთმა ნუქნას მე ვიყო უკანასკნელი მოხიკანი და მუზეუმში მიგეჩინონ ადგილი. მოულოდნელად სახნისი რაღაცას წამოედო და ჭახანი გაადინა. ტვირთ შესუბუქებული ხარები წინ გავარდნენ. გიორგის კი უსახნისო გუთანი შერჩახელდა. რა ხდება, ბიჭებო, ჩვენს თავს? ცოტაც და გავიდოდით ბოლოში. დანანებით თქვა კაცმა. გუთანს ხელი შეუშვა და ჩაიჩოქა. სახნისი ქვასა და ქვას შუა გაჭედილიყო. გაუკვირდა. ქვაგი არა, კენჭიც არ შეხვედრია აქავომდე. მოაჯაჯგურა. ძრაც ვერ უყო. წამოდგა. დაცვარული შუბლი ქუდით მოიწმინდა და ხარებთან მივიდა, რომლებსაც თავი ჩაეღუნა და ახლა დამოწერილ ბალახს წიწკნიდნენ. ასეა ლომებო, მიზალება და გადამეტება არაფრისა შეიძლება. ნიშანი მოგცეს მაღლიდან, გეყოფათო, დასვენების დროაო. იქნებს ხო რამის ნიშანისა? ბერიკაცმა ხარები უღლიდან გაათავისუფლა და ყანის ბოლოსკენ გარეკა. თვითონ კი ძელქვის ხესთან მოზრდილ ფესვზე ჩამოშდა. ღვინიან დოკს მისცოდა. სიმინდის ფუჩეჩიანი თავსახური მოაძრო. ტუჩზე მიიდო და ჩაარაკრაკა. ერე ხელუკუღმა ტუჩები მოიწმინდა და თქვა. დაილოცოს შენი მომგონი. ბიჭებო, თქვენ შორს არ წახვიდეთ? აქაც საკმაოდაა ბალახი დღეს. როგორ ჩანს, მეც ვეღარ ვიმუშავებთ. ჯობია სახნის მივხედო. ხელი წალცა და თოხს წამოვალო და ყანისკენ გასწია. გაკრიელებულ ცაზე მზე ჩვეულებისებრ მზეობდა და მადლით ფენდა დედამიწას მაცოცხლებელ სხივებს. ტყიდან საამოდ უბერავდა გრილი ნიავი. ჩიტების ჟღურტულს ჟივილხივილ საზღვარი არ ქონდა. ბუდობის ჟამი დამდგარიყო. ზოგმა ძველს მიაკითხა, ზოგი კი ახალს იშენებდა. ყვავილების სურნელებისგან რეტ დასხმული ფუტკრებისა და სხვა მწერების ბზუილი ენა ნავებოდა გარემოს. სადღაც ხარი ბღაოდა, სადღაც მამალი ყიოდა,
ინდაურებსაც არ დავიწყებოდათ ლოყლოყი. უხილავი ხელისაგან გაორკესტრებული დედაბუნება მარადიული სიცოცხლის ჰიმნს გალობდა. გიორგი გუთანს მიუახლოვდა. მოუხნაო მხარეს ჩამოჯდა და სახნის დაუწყო თვალიერება. მერე ჩაიჩოქა და დაშაშრული ხელი მოუსვა. მიწისაგან გაათავისუფლა. შეეცადა მის მორყევას, რაც ვერ უღო. წალდისპირითაც მოსინჯა, თოხითაც, მაგრამ შედეგოდ არაფერი გამოდიოდა. აი საქმე, ეს მინდოდა ახლა. წამოიწია, მუხლები დაიფერთხა. ისევ თოხს მისწვდა და ქვის გარშემო მიწის შემოცლა დაიწყო. ერთხანს ჩიჩქნიდა, ასუფთავებდა. გავიდა ბოლოში. თითქმის კაცის სიმაღლის ლოდი იყო, მართკუთხედის ფორმის. გაუკვირდა. ამოდენა ლოდი. აქ საიდან გაჩნდა? დაღლილი ქვაზე ჩამოშდა. ცოტა ხანს შეისვენა. მერე ისევ წამოიწია. ვერ ისვენებდა, რაღაცა ფორიაქებდა. ისევ ქვას მიუბრუნდა. გაიფიქრა, საინტერესოა, რა სიღრმეზე არის ქვა ჩაფლულიო და ისევ თხრა განაგრძო. ერთი ფენა კიდევ მოაცილა. ძირი მაინც არ ჩანდა. მეორე ფენის მოცილებისას თოხი რაღაცას წამოედო. დააწვა თოხს და მის გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა მიწიდან ძვალი ამოვარდა. დაზაფხულს თოხი ხელიდან გაუვარდა და მიწაზე დაემხო. კარგად დააკვირდა. ადამიანის ბარძაყის ძვალი იყო. ჯერ უფლმა დაასხა, მერე შეამციუნა, გააჟრჟოლა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. თავდავიწყებული ისევ თხრას შეუდგა. მეორე ძვალიც გამოჩნდა. ფრთხილად მუშაობდა, აკანკალებული ხელებით. ყოველგვარ მიწიერს მოწყვეტილი ფიქრიც კი აღარ შეეძლო. ასუფთავებდა და ასუფთავებდა. ფრჩხილებიდან სისხლის დიოდა, ტკივილი სადღაც გამქრალიყო. რომ ჩამთავრა, ძლივს წამოიმართა ფეხზე. რაღაცის თქმა უნდოდა. პირ გამშრალმა ენა ვერ დაძრა. მის წინ საფლავში ვინიცის როდის გარდაცვლილი მეომრის ძვლები ეწყო. ჟანგისგან შეჭმული ხმლითა და ფარის ნაშთებით. თვითონ დაასკვნა. ასე ფარხმალი მხოლოდ მებრძოლს შეიძლება ჩაატანო. ლოდის სიგრძეზე იწვა ახოვანი მეომარი. ნაუცბადევად, უკუბოვოდ დაფლული. ფიცრის მცირედი ნასახიც კი არ ჩანდა. თანაც ახალგაზრდა. იქიდან დაასკვნა, რომ გარდაცვლილს ერთი კბილიც არ აკდა. რამდენი საუკუნეა ნეტავ აქ რომ განისვენებს. რაღაც ომის შედეგი უნდა ყოფილიყო. ნეტავ რომელი ომის? ჩამოჯდა მიცვალებულის თავთან და ჩაფიქრდა. გაახსენდა. ამას წინათ საქართველოს ისტორიის ქრონიკებს კითხულობდა. ყოველთვის აინტერესებდა თავისი კუთხის ისტორია და იქ წააწყდა, რომ ამ ადგილას ადრე ქალაქი ყოფილა გაშენებული. შუა საუკუნეების ქალაქი ჩიხორი. რომ მე-15 საუკუნეში ერთიანი საქართველოს უკანასკნელ მეფეს
გიორგი მერვეს ბრძოლა ჰქონდა იმერეთის ერისმთავართან ბაგრატთან. შემდგომში იმერეთის მეფე ბაგრატ მეორესთან და რომ ამ ომში გიორგი მერვე დამარცხდა. საქართველოს დაიშალა სამეფო სამთავროება. ისტორიაში შესული ჩიხორის ბრძოლის სახელწოდებით ამ ბრძოლამ და შემდგომში კიდევ სხვა ბრძოლებმა და შინააშლილობებმა ქალაქი გააპარტახა. დღეს ჩიხორს ნაქალაქ არის არაფერი ეტყობა. მხოლოდ ერთი კოშკიღაა შემორჩენილი. გარინდებული ჭირის სუფალებით იჯდა. ფიქრებმა შორს წარსულში მოისროლეს. ქართლოსმა მებრძოლს ხმალი მოუქნია. ახალგაზრდა ჭაბუკმა ფარი უმარჯვა. მაგრამ ხმალი ისეთი ძალით იყო მოქნეული, ძირს დასცა. ხელმეორედ შემართა ხმალი. მიწაზე განრთმულმა უმწეოდ შემოხედა. ძალიან ახალგაზრდა იყო. ჯერ უწვერო. ლამას სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. ვერ გაიმეტა სასიკვდილოდ. გაიფიქრა, ომი წაგებულია. მაინც უკან ვიხევთ ამ სამარცხვინო და ქვეყნის დამაქცევა რომშიო. ის იყო ფეხი მოინაცვლა, უკუსვლით გზა რომ განეგრძო, რომ გვერდიდან მახვილი აცგერეს. შებორციკდა, მაგრამ არ წაქცეულა. მერე სისუსტე მოერია მთელ სხეულს. მკლავი მოუდუნდა და ჩაიჩოქა. ისევ წამოიწია გაჭირვებით. ირგვლივ მიმოიხედა. ცას წუდებოდა ცხენთა ჭიხვინი. ხმლის ჩახაჩუხი მებრძოლთა ყიჟინა და დაჭრილთა გმინმა კვმესა. ძალა დაკარგულს თვალ უბნელდებოდა. ის იყო უნდა წაქცეულიყო, რომ ნაცნობი ხმა შემოესმა. ქართლოს მათე ეძახდა სიყრმის მეგობარი, რომელთან ერთად არაერთ ომში მიეღო მონაწილეობა. მათემ დაჭრილს ერთი ხელიწელზე შემოხვია. მეორეთი ხმალ მომარჯვებულმა უკუსვლით მეგობარი ბრძოლის ველს განარიდა. იდგა 1463 წელი. ჩიხორთან ქართველები მტრის გასახარად უმოწყალოდ ჩეხდნენ ერთმანეთს. საქართველოს მორიგი დაქცევის ჟამი დამდგარიყო. ცოტაც, ჩემო ქართლოს, ცოტაც ამ ფერდობს ავივლით. მერე ტყე იწყება. დებარიც არ ჩანს. აუცილებლად გავახცევთ. ქართლოსი ხმას არ იღებდა. ხანდახან თუ აღმოხდებოდა გმინვა. ტყის პირას პატარა მინდორზე კაცის ოდენა ლოდთან ჩამოისვენეს. დაჭრილი ზურგით მიესვენა ქვას და ხმა მისუსტებულმა სვენებ-სვენები დაიწყო. მე აქ დამტოვე. ჩემი ბრძოლა დამთავრებულია. შენ კი თავს გაუფრთხილდი. აწი ორ ოჯახზე მოგიწევს სრუნვა. ძლივს ლაპარაკობდა.
ძიმეც სუნთქავდა. არამარეს მოავლო თვალი. არც თუ ისე შორს შემაღლებულ ადგილზე ეკლესია შენიშნა. მის მიღმა მზე, რომელიც მოძმეთა მიერ დათხეულ სისხლს თვალს არიდებდა და დასალიერისკენ მიისწრაფოდა. გაიფიქრა, ალბათ მალე ჩავა მზეო. საიდანღაც შავებით შესუდრული ქალი ამოილანდა. დააკვირდა. ეს ხომ ჩემი ცოლია. უკვე შავებში. ესენი ვინ არიან? ორი ბიჭი აქეთ-იქიდან ამოსდგომოდნენ ქალს. ჩემი შვილები. გასისხლიანებული სახეცრემმა ჩამობანა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და განაგრძო. მე სამქვეყნო პირი აღარ მაქვს. ბრძოლის კანონია. თუ შენ არ მოკალი, ის მოკლავს. ვერ გავიმეტე. ძალიან ახალგაზრდა იყო, მთლად ბავშვი. შეეცადა წამოწეულიყო. ამოახველა წითლად შეეღება ტუჩები. მე ოჯახი მაინც მრჩება. ცოლ-შვილი. ის აწი უნდა ეწიოს ყველაფერს და საოცნებო ერთიანი საქართველოს მხედარი უნდა გახდეს. ჩემ ცოლ-შვილს მიხედე. არაბის დააჩაგვრინო. შენი ნათლულით სახელოვან მებრძოლად გამოზარდე. ყველაფერი გითხარ. აქ ამ ქვასთან დამასაფლავე. ახლა კი წადი. იქნება ერთი ყლუპი წყალი მიშოვნა. იქნება აქ სადმე ტყეში ნახო. მათემ ქართლოს გაფითრებულ სახეზე ხელი ჩამოუსვა. მერე შუბზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია. სიცივე შეპარბოდა სხეულს. ყელში ბურთ გაჩრილი შლეგიანივით გავარდა ტყისკენ. უცნობი მეომრის შესახებ სოფელში მალევე გაიგეს. გიორგიმ მეზობლებს ნიკოს და ზაზას დაავალა. სოფლის მეკუბოვეს გადაეცით, სასწრაფოდ კუბო გააკეთოსო. დაუკვირდა მეკუბოვეს, რა დაემართა გიორგის, ვინ გარდაეცვალაო? აუხსნეს ბიჭებმა. არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავიღა გადაიქნია და საქმე შეუდგა. მებრძოლის ნეშტი ცრემლ-მორეულმა გიორგიმ კუბოში ჩაასვენა და სახლში წამოასვენა. პანაშვიდზე ქალაქიდან დაზაფრული ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ. ახლობლები და მეზობლებიც ეწვივნენ. წესის ასაგებად სოფლის მღვდელს უხმო. მღვდელმა კმევა და ლოცვების თქმა დაიწყო. წმინდათა თანაგანუსვენე ქრისტე ღმერთო, სულთა მიცვალებულთა საუკუნიდან ამჟამამდე შესვენებულთა მონათა და მხევალთა შენთა, ბრძოლის ველზე მომწყდართა სამშობლოსათვის თავდადებულთა, ხალხისაგან დავიწყებულთა. შეყონდა და გიორგის მიმართა. კარგი იქნებოდა სახელით რომ მოგვეხსენებინა, მაგრამ მე ვიცი მაგის სახელი. ქართლოს ქართველი შვილით მოიხსენე. მღვდელს გაკვირება რომ შეატყო, ისევ გაუმეორა. ხო? ქართლოს ქართველი შვილი. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. გაიმეორა მღვდელმა რამდენჯერმე და სულის მოსახსენებელი პანაშვიდი დაამთავრა.
დამკვიდრებული ტრადიციული წესისა და რიგის მიხედვით გადაიხადა გიორგიმ ქელეხი. დიდი გულის ტკივილით დაიტირა და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალა. საფლავის ქვაზე კი დააწერა: საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირი, ქართლოს ქართველი შვილი. დროის მდინარებამ ეს ამბავიც წარსულს გადაულოცა და მისთვის ჩვეული ცხოვრება განაგრძო. წუთისოფლის არტახებში მოქცეული გიორგიც წუთისოფლის კანონებით აგრძელებდა ცხოვრებას. ყანაში ნაპოვნი ლოდი ქვის მთლელს მოაპირკეთებინა და შემოღობა. თავისუფალ დროს მივიდოდა ხოლმე, ჩამოჯდებოდა, ჭიქას წაუქცევდა ბრძოლაში დაღუპულს და თავის მიცვალებულებთან ერთად მოიხსენიებდა. ხის დარგვაზეც ფიქრობდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, რომელი ხე დაერგო. იმ წელს გვარიანად ჩამოთოვა. გაჭიანურებული ზამთრისაგან შეჭირებულს ერთი სული ჰქონდა, როდის გააღწევდა გარე და საგაზაფხულო საქმიანობა შეუდგებოდა. გაზაფხულის პირველი მაცნების ამოწვევისთანავე გასწია თავისი ხარებით ფერდობის მოსახნავად. სანამ ხნას შეუდგებოდა, მივიდა ქვასთან. ჩამოჯდა და გაიფიქრა. ქართლოსის სული ახლა ალბათ ზეციურ საქართველოში თავისიანებთან მეტარებს. ვალმოხდილი კაცივით გაიღიმა. ფეხზე წამოიმართა და ის იყო საქმიანობას უნდა შესდგომოდა, რომ მისი ყურადღება ქვის ძირში ახლად შეფოთლილმა პატარა მცენარემ მიიქცია. დაიხარა. კარგად დააგვირდა. მერე ნორჩ ფოთლებს ფაქიზად მიუალერსა და უჩვეულოდ აღტყინებული ფრთაშესხმულივით შეუდგა საქმიანობას. მიწის წიაღიდან მუხა ამოწვერილიყო და მზეს შესციცინებდა. დასასრული. დაიბეჭდა ჟურნალ აფინაში. 2020 წელი. თბილისი. როლანდ გიორგაძე.